დღეს მოდით გარკვეული დრო დავუთმოთ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ჭეშმარიტების სიტყვების შესწავლას, ქადაგების სათაურით ხილული სამყარო და უხილავი სამყარო. მოდით გადავხედოთ კოლასელთა მესამე თავის პირველი მუხლს. ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ვინაიდან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. აქ მოცემული სიტყვების გათვალისწინებით შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ღვთისწმინდანებმა, რომლებიც ქრისტესთან ერთად აღდექით, ჩვენი გული ზეციერზე უნდა გავამახვილოთ, ჩვენ ასეთი რწმენით უნდა ვიცხოვროთ. თუ ზეციურზე ვერ ვიფიქრებთ, გამუდმებით მიწიერ საგნებზე ვიფიქრებთ და საბოლოოდ უხილავი სამყაროს მარადიული საგნებიდან თვალთახედვას დავკარგავთ. ამიტომ ღმერთი გვასწავლის, რომ ჩვენი გული და გონება ზეციერზე იყოს მიმართული და არა მხოლოდ ამ ქვეყნიერის ხილულისკენ. ჩვენ უნდა შევძლოთ უხილავი სამყაროს საგნებისთვის პრიორიტეტულობის მინიჭება. მაგალითად, თუ ვინმე მუშტით ჩხუბში ჩაებმება, შეგვიძლია გავიგოთ, რომ ხილული შედეგის უკან უხილავ სამყაროში უნდა არსებობდეს მიზეზი. სიძულვილის ემოცია, როგორც უხილავი ელემენტი, თავდაპირველად ამ ადამიანის გულში არსებობდა. ასევე სულიერ სფეროში მოვლენები თავდაპირველად სულიერ სამყაროში ხდება, შემდეგ კი ფიზიკურ სფეროში ვლინდება. ეს სიმართლეა მაშინაც კი, როდესაც ხის ნაყოფს ვაკვირდებით. ხის ნაყოფს ხელშესახებ შედეგად გამოჩენამდე, წინ უძღვის მისი ფესვების უხილავი მოქმედება. როდესაც ფესვები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და შემდეგ წვენის საშუალებით ამ საკვებ ნივთიერებებს ტოტების წვერებზე ანაწილებს. განასწორედ მაშინ არ ჩნდება ნაყოფი ტოტების წვერებზე. თუმცა ჩვენ ხშირად მხოლოდ ნაყოფს ვუყურებთ, რომელიც ხილული შედეგია და ვერ ვხვდებით ფესვების უხილავი როლის მნიშვნელობას ან იმ როლს, რომელსაც უხილავი სამყარო ასრულებს. კარგი შედეგის მისაღწევად, ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ უხილავი სამყარო და გვქონდეს ის რწმენა, რომ აღვიქვათ იგი.